შუადღე 7-ობის ასრულიათ საქართველოს 13 საათი შესრულდა ანი ნინძე გიორგი წულაია თქვენთან ერთად იქნებიან მომდევნო 1 საათის განმავლობაში ვეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა საინტერესო თემებით და მნიშვნელოვანი სტუმრებით მოდით ვნახოთ თუ რა გველოდება დღეს გადაცემაში დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ახალგაზრდები და ახალი შესაძლებლობები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ლიმონარის თანადამფუძნებელი ლიზა ანთაძე. რასადროდის გამარჯვებულები პირდაპირ ჩართვით ქეთა ჩუტლოშვილის შემოგვიერთდება. სკოლებში ჯანსაღი წესით პროპაგანდა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ოჯახის ექიმი გულო აბაშიძე. სულიკო ჟღენტის 100 წლის იუბილე. გადაცემაში სტუმრად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა მახაჭაძე. და ბოლოს ქართული ფილმების პოპულარიზაცია რეგიონებში მესენჯერ ჩართვით კინორეჟისორი ირინა ჟორდანია შემოგვიერთდება. დაგიბრუნდით. რა ხდება მაშინ, როდესაც ვამთავრებთ უნივერსიტეტს, მთავრდება სწავლა და იწყება რეალური ცხოვრება. ეს ის ეტაპია, როდესაც ყველა ახალგაზრდას უწევს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. სამსახურის ძიება, დამოუკიდებელი ცხოვრების გაცნობიერება, გააზრება და იმ მოცნებების ასრულება, რომლებიც სწორედ სტუდენტობისას ჩამოყალიბდა. ეს არის ძალიან საინტერესო ეტაპი, რადგან სავსეა თვითრეფლექსიით, საკუთარი თავის შეცნობით და ბუნებრივია, რომ რეფრემად აი ამ ეპიზოდს თანსდევს გარკვეული შიშიც. და ეს შიშიც ძალიან ბუნებრივია. ჩვენი სტუმარი ახლა გაგვიზიარებს თავის ისტორიას, როგორ მიიღო განათლება კონკრეტული მიმართულებით, შემდგომ დადგა ამ ნაბიჯის გადადგმის წინაშე და ძალიან საინტერესო ინიციატივა განახორციელა. ლიზა ანთაძე, ლიმონარის თანადამფუძნებელი შემოგვიერთდება. მობრძანდით. მობრძანდი. გამარჯობა. გამარჯობა. დაბრძანდით. თქვენი სტუმრობა. ლიზა, ჯერ გავიხსენოთ მოდი ის ეტაპი, როდესაც ვიყავით მეოთხე კურსზე, დაამთავრეთ სასწავლებელი, რა მიმართულებით იღებდით განათლებას, ესეც გავუზიაროთ მაყურებელს, აიღეთ დიპლომი და აი შემდგომ აი ზუსტად ეს შიშ ფოთი დამკვიდრების პერიოდში როგორ გადალახეთ გაგვიზიარეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩემთვის პირადად ეს ერთგვარი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ესე თქვენი დახმარებით შემიძლია პირდაპირ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია, ან უნივერსიტეტამდე ცოტა უფრო ადრე რომ წარსულს რო გადავხედოთ, სკოლა ან ბაღი. სივრცეები, სადაც ჩვენ გვიწევს თანაცხოვრება და განვითარება. თქვენ ახსენეთ შემეცნების პროცესი და ვიცით, რომ ეს არ იწყება უნივერსიტეტში. ეს იწყება ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიბადებით. თუმცა, აქვე მინდა დავაზუსტო, რომ მე და ხატო, რომელიც ამ იდეის თანაზიარი გახლავთ, სოფლად ცხოვრობდით და ჩვენთვის სკოლაში განათლების მიღების პარალელურად ყოველთვის ფიქრობდით, რომ რა იყო ის, რაც რის იკეთებაც მოგვანიჭებდა ბედნიერებას და რაც ფაქტობრივად დაგვეხმარებოდა იმაში, რომ ცხოვრების გზაზე თუნდაც ის, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, ფინანსური გაძლიერება. ეს არ იქნებოდა რაღაცა ბარიერი ან გამოწვევა. აი დილით როცა ვიღვიძებთ, აი წუწუნით და ვთქვათ რაღაცნაირად დისკომფორტით, არ უნდა ვიწყებდეთ ჩვენს სამუშაო დღეს. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი სფერო არსებობს, ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობა არსებობს, რომელიც თავად შეგვიძლია რომ შევქმნათ. და აი თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე. ფაქტობრივად ეს ჩემი გაცნობიერების და შემეცნების პროცესი მართლა ძალიან ბევრად ადრე დაიწყო. მე თქვენს ტელევიზიასთანაც თანამშრომლობდი პროექტის ფარგლებში და ვიყავი გადაცემა ჰეშტეგის რეპორტიორი. დაახლოებით 25 სიუჟეტი მქონდა მომზადებული. მაშინ საკუთარ პატარა იქნებოდით ლიზა რა? 16 თუ 17 წლის ვიყავი და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე. მოგეხსენებათ, რომ ამ საკში სკოლა არ მქონდა დასრულებული და ფაქტობრივად უკვე ვიცოდი რა იყო ის, რაც დამეხმარებოდა, რომ აი მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, აი საკუთარი თავის შესაძლებლობების მართვას თავად რო განსაზღვრავდი. და ფაქტობრივად ლიმონარის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა.
რომ რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში ის შესაძლებლობა, რაც ფაქტობრივად შეიძლება ძალიან ბევრი არსებობდეს, შენ ხარ თავად ამის ინიციატორი და ფაქტობრივად შენ უკვე ეძებ ჯერ საკუთარ თავში რესურსებს, იმიტომ რომ აი შეახსენეთ, რამდენად გამომივა თუ გამომივა, ვარ თუ არა საკმარისი, ვარ თუ არა მსად და ფაქტობრივად ასევე ეძებ ადამიანებს, ვინც იქნება ის ადამიანი, რომელიც აი ჯერ არაფერი არ გაქვს, მაგრამ გაქვს იდეა. და დაგიჯერებს გენდობა და და ფაქტობრივად როგორც ახსნა აი კადრებშიც ჩანს მე და ხატო ახალგაზრდა გოგონები 2-23 წლის ვართ და უკვე მივხვდით რომ კი გვაქვს ჩვენ სამსახურები სადაც დავდივართ მუშაობთ იქაც ბედნიერად მუშაობთ თუმცა მივხვდით რომ აი უფრო მეტი გვინდა უფრო ნახეთ უკვე შენ თავად ხარ ის ადამიანი რომელიც უკვე სხვებსაც შეძლებს რომ გააძლიეროს. კი და ინსპირირებულია უკვე სხვები თქვენი გამოცდილებით. აი ეს სფეროს შეცვლაც ძალიან საინტერესოა, ესეც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს თქვენ საკმაოდ წარმატებული იყავით თქვენი პირველადი განათლებით, თქვენი ამ მიმართულებით და აბსოლუტურად შეიცვალეთ ეს გზა და აი აქაც საკმაოდ წარმატებულია თქვენი გეზი. აი ამაზეც გვესაუბრეთ, ამ რისკზეც გვესაუბრეთ, იმიტომ რომ ხშირად სწორედ ეს იწევს შიშ და შფოთს. რამდენად გავერთმევ თავს, ეს ხომ სიახლეა და სიახლის ყოველთვის გვეშინია ხო? კი ბატონო. და ეს ვიტყოდი ძალიან გლობალური პრობლემაა და ხოლმე როდესაც აი უკვე პირველ კურსს სწავლობდი და მანამდეც როცა უკვე პროფესიას ვირჩევთ, ხშირად არის ხოლმე აი შიდა კომუნიკაციები, რაც შეიძლება ითქვას არ იყოს ესე საჯარო, მაგრამ აი ახალგაზრდები ხშირად აი რომელი პროფესია შეიძლება ავირჩიო, ან თუ ავირჩევ, როგორია დასაქმების შესაძლებლობა, რამდენად მაღალანაზღაურებადია, ან ვიცით რომ ეხლა როგორ პირობებში უწევთ უნივერსიტეტის პარალელურად ახალგაზრდებს დასაქმება. ეს საერთოდ ცალკე პრობლემაა. თუმცა აი ზუსტად ამ კითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ არ ვარ ჯერ იმ ასაკში რომ რაღაცა, მაგრამ ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ ლოკაციაზე ინდივიდს შეუძლია რომ გადაწყვიტოს თუ მას თავად უნდა აი რომ განახორციელოს თუნდაც ბავშვობის ოცნება თუნდაც ის რომ აი ბავშვობაში ოცნებობდა რომ ეს გამხდარიყო და მე რაღაცა გარემო პირობებიდან გამომდინარე სულ სხვა მიმართულებით ჩააბარა არასდროს არ არის რა თქმა უნდა გვიან ეს თითქოს ყველა მიცის თითქოს ყველა ოცნებაზე უარის თქმა რომ გვიწევს ხოლმე გარემო პირობების გამო ამაზეც გვესაუბრეთ ეს გამოთხოვება ოცნებასთან რეალობის მიღება რაციონალურად და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ისიც განპედაობას მოიწონს. აქ ძალიან ბევრი ფაქტორი შემოდის. ერთ-ერთი არის ხშირად ფინანსური ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ კი არის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ფინანსდება უნივერსიტეტებში, მაგრამ ასევე არის ის სპეციალობები, რომელზე სწავლაც თქვათ მნიშვნელოვანია რომ გადაიხადო გადასახადი. კი არსებობს ამ მიმართულებითაც ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ მაინც ახალგაზრდები ამასაც ითვალისწინებენ. გარდა ამისა, ხშირად აი ვინც მაგალითად სოფლად ძალიან რთულია ხოლმე გადმოხვიდე თუნდაც ბათუმში ან თუნდაც დედაქალაქში ან ქუთაისში არის სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლო და პარალელურად გადაიხადო თუნდაც ბინის ქირა და ფაქტობრივად დამოუკიდებელ ცხოვრების როცა ღებულობ გადაწყვეტილებას რომ იცხოვრო დამოუკიდებლად ეს ძალიან დიდი განაცხადია თუმცა ამ დიდ განაცხადთან ერთად დიდი სიამოვნებაა რომ შენ თავად ხარ პასუხისმგებელი შენს თითოეულ გადაწყვეტილებაზე და ფაქტობრივად შენ ხარ შენი თავის უფროსი ესე რომ ვთქვათ და ფაქტობრივად ამ პროცესშიც ახალგაზრდები ხშირად ვირჩევთ ისეთ სამსახურს რომ იყოს მაღალანაზღაურებადი თუმცა აქვე მინდა აი რაღაცა მივმართო ახალგაზრდებს რომ დაფიქრდით აბა ანუ რეალურად შეიძლება მუშაობდეთ დილიდან საღამომდე გამორიცხულია ვერც ერთი დამსაქმებელი ვერ გადაგიხდით იმას რასაც თქვენ დებთ იმიტომ რომ ის თქვენი ენთუზიაზმი თუნდაც აი თქვენი შრომა თუნდაც თქვენი პროფესიონალიზმი ხშირად არ არის სათანადოდ დაფასებული ამას ვერავინ ვერ გააკეთებს ისე როგორც ჩვენ თავად შეგვიძლია ეს გავაკეთოთ და გარდა ამისა ხშირად დამსაქმებლები ზღუდავენ ჩვენს ოცნებებს აი ეს პირდაპირ მნიშვნელობით აი ამ თემას ჩავუმავდეთ მოლოდინები რომელიც არსებობს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და დრო როდესაც შესაძლოა მომენტი როდესაც შესაძლოა ეს მოლოდინები არ გამართლდეს
თქვენთვის რა იყო мотивация. ეს იყო მიზანდასახულობა, ეს იყო შრომის მოყვარეობა, ეს იყო დისციპლინა, ეს იყო იდეა, თუ ეს იყო კონკრეტული ადამიანი, რომელმაც გიბიცგად გამختარიყავით თქვენ საქმეში რეალიზებული. საინტერესოა თქვენ რა რეკომენდაციას მისცემთ იმ ადამიანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ესეა დაამთავრეს უნივერსიტეტი ან თუნდაც სტუდენტები არიან. კი. ამ კითხვაზე ძალიან ბევრი ნაფიქრი მაქვს ზოგადად, სულ ფიქრობ და მგონია რომ ხშირად ჩვენ საკუთარ თავს არ ვესაუბრებით. ანუ ხშირად ესე ვთქვათ, უკუვაგდებთ ჩვენს საჭიროებებს პირდაპირ მნიშვნელობით, ჩვენს ოცნებებს, ჩვენს სურვილებს და ხშირად გვიწევს რომ საზოგადოება რა სიტყვის, დედას ხომ ეს უნდოდა, ოჯახს ხომ ეს უნდოდა, მაგრამ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში საკუთარ თავს რა უნდა, როგორ გვინდა, რა არის ჩვენი მიზანი. თუ მიზანი არ გვაქვს, დავიკარგებით. მიზნის განხორციელებაში რა გიხმარება? მიზნის განხორციელებაში რა თქმა უნდა გვეხმარება, რომ არ გადავდოთ ხვალისთვის რაღაც. ყოველთვის როცა გაგვიჩნდება რაღაც იდეა, იმ წამსვე გავაკეთოთ. ყოველთვის როცა ვიღაც გვეტყვის რომ რაღაც არ შეგვიძლია, არ გამოგვივა, აუცილებლად გავაკეთოთ და იმ ადამიანს კი არა საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია. გარდა ამისა, ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თავდაჯერებულობა, რომელიც ესე სხვები რას გვეტყვის არა. შინაგანად მე რისი მჯერა, როგორ ვაკეთებ, რას ვაკეთებ, აი თუ მე საკუთარ თავში ეჭვი მეპარება, ფიზიკურად შეუძლებელია, ვინც რა არ უნდა მითხრას, რომ რაღაც გავაკეთო. უნივერსიტეტში ხშირად არის პრობლემა, აი თუნდაც ხშირად ვახსენებდი, რომ აი ჯანსაღი კომუნიკაცია, რომ როგორ ეტყვი, რას ეტყვი. შეიძლება ერთი წინადადება იმდენად ტრამვირებული აღმოჩნდეს ახალგაზრდებისთვის, რომ მთლიანად კი არ დაანგრიოს ადამიანის ცხოვრება და მე პირადად ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, როგორც კარგი მაგალითი, ასევე პირიქით. ცუდი მაგალითი, როგორ შეიძლება თუნდაც ლექტორმა, თუნდაც ისევ თანაკურსელმა, ან პირიქით დამსაქმებელმა, აი რასაც ვახსენებდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლები დამსაქმებელს აქვს თავისი მიზანი, ხო? და თუნდაც ის, რომ მას უნდა ფინანსური, თუნდაც მოგება, ან უნდა რომ პირობითად საერთაშორისო დონეზე გასვლა და ასე. ძალიან ბევრი მიზანია, ხო? ჩვენ რომელიც ხშირად არ არის გაცხადებული. ჩვენ თითქოს ფოკუსირდებით ამაზე და ფაქტობრივად ეს ყველაფერი იჩრდილება ჩვენი ოცნებებით. დამარცხების შიში. ნახეთ, თუ რაღაც არ გაშინებს, გამორიცხულია რომ მეტად გამბედავი იყო. დამარცხების შიში არა, მაგრამ რაღაც მომენტში ვფიქრობ ხოლმე გაჩერებაზე. რომ რეალურად რა ვფიქრობ რომ ეს ჯერ უნდა დამარცხდე რომ შემდეგ წამოდგე. ჩემი აზრით საკმარისად ბევრჯერ დავმარცხდი იმისთვის რომ წამომდგარიყავი. ამიტომ ხშირად ხაზს უსმევენ ხოლმე რომ აი ჯერ 23 წელს ხარ რაღაცა, მაგრამ ასაკი რა თქმა უნდა ადამიანის შესაძლებლობებს არ განსაზღვრავს. დიახ, პირიქით. ეს არის ჩვენი კომპეტენცია იმის, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი შესაძლებლობები, რომელსაც ისევ თავად ჩვენ ვქნით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის რაც არ უნდა ვისწავლოთ, რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, ყოველთვის ვეძიოთ განვითარება. გამორიცხულია ნებისმიერი სფერო განვითარების გარეშე. ამიტომ ნებისმიერი იდეა, რაც არ უნდა გქონდეთ, რამდენად შეუძლებლადაც არ უნდა ჟღერდეს, რამდენად დიდი ფინანსური რესურსიც არ უნდა ჭირდებოდეს, თავარი არის დაწყება და დანარჩენი უკვე საზოგადოების მხარდაჭერით, აი გვერდში მდგომი ადამიანების მხარდაჭერით და საკუთარი თავის მოტივირებით ცხადია შესაძლებელია. ой, მე უღმესი მადლობა ლიზა, ჩვენთვისაც ინსპირაცია იყო ლიზა საუბარი. დარწმუნებულები ვართ, რომ მაყურებლები განსაკუთრებით ლიზას თანატოლები გაითვალისწინებენ ამას. აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა, იმიტომ ეს ბარიერები შემდგომ რაღაც ეჭვებს გვიჩენს საკუთარ თავში სკეპტიკურად უყურებთ შესაძლებლობებს, რაც ბუნებრივია გვაფერხებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გჯეროდეს საკუთარი თავის. დიდი მადლობა ლიზა ანთაძე იყო ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ. ასევე მადლობა. ნახო. ერთხელ შეგახსენეთ თუ რა გელით დღეს გადაცემაში ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელმაც არაერთი დაბრკოლება გადალახა იმისთვის, რომ წინ წავიდეს თავისი მიზნისკენ და ის ჯერ აი ამ გზის დასაწყისში იმყოფება და ულევ წარმატებას უსურვებთ. ნამდვილად. გიორგი, ახლა საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე. ჩვენ გვიყვარს ეს თამაში. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი თემა, საყვარელი თამაშია, საუბრობთ ინტელექტუალურ თამაშებზე, რა სად როდის ინტელექტუალური თამაშების სეზონი ბათუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა. Აი ამ თემაზე ხო სლად ჩვენი კორესპონდენტი ქეთა ჩუთლაშვილი ისაუბრებს, რომელიც შემოგვიერთდება ღია ეთერში. ქეთა, მოგესალმებით. მოგესალმებით ქეთა. აბა მოგვიყევი. შევადღებ შვიდობის. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მე ახლა ვიმყოფები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც გაიმართა ყველასათვის საყვარელი თამაში, რასაც როდის, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც მოქმედი, ასევე კურსდამთავრებული სტუდენტები და საინტერესო არის, რა არის ამ თამაშის მთავარი გამოწვევა. მე კი ახლა მინდა გავესაუბრო ბატონ გიორგი მასალკინს. შევადღებ შვიდობის ბატონო გიორგი. რა არის ამ თამაშის მთავარი კონცეფცია და საინტერესო არის თქვენი აზრი? ეს პროექტი ბუნებრივია ჩვენი მოგონილი არ არის, წლებია უკვე არსებობს, თელ სოფლიოში თამაშობენ. ვთამაშობთ ჩვენც, ვთამაშობთ, თან ვითარდებით, ინტელექტუალურად ვითარებთ რაღაც სოციალურ უნარებს, იმიტომ რომ ეს გუნდური თამაშია. ჩვენ ჩამოყავდით ნამდვილ კლუბად, სადაც ყველას იცნობს, თუდაც შეხვედრების და ვისალმებებით მიხვდები, რომ ეს ჩვენ ერთი სისხლის ხალხი ვართ, ვინც ამ ინტელექტუალურ თამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე სტაბილური, იმიტომ ყოველ პარასკევს 7 საათზე ეს თამაში ტარდება. ერთ-ერთი ყველაზე არა მრავალრიცხოვანი და ინტელექტუალური, რა თქვათ. რამდენი გუნდი იღებდა მონაწილეობას? ფინალი დაასრულა 54-მა გუნდმა სტუდენტურმა და 6-მა ეგრეთ წოდებულ ლეგიონერთა ჯგუფმა. ლეგიონერებს ჩვენ უწოდებთ ძირითადად ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომელიც კიდევ ერთხელ ასე ინარჩუნებენ კავშირის უნივერსიტეტთან, ისინი მუშაობენ, ან სწავლობენ სხვაგან, მაგრამ არ წყვეტენ უნივერსიტეტთან კავშირს, მაგრამ 54 გუნდში ჩვენ პირველად წავედით წელს ექსპერიმენტზე და ერთი საუკეთესო სასკოლო გუნდი ვათამაშეთ სტუდენტებს შორის და გაამართლა, იმიტომ რომ ამ სასწავლო ბავშვებისგან, აბიტურიენტებისგან შემდგარმა გუნდმა გავიდა, მართალია პენალტები დაჭირდა გარკვევას მეორე ადგილზე, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა. და დღეს თქვა ჩვენ მოვიწვიეთ, ეს გარკვეული ნაზავია, არის პირველ ადგილზე გასული გუნდი, არის ლეგიონერების ლიდერი გუნდის წარმომადგენელი და არის მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების წარმომადგენლები. კი ბატონო, რა სახის ჯილდო გადაეცათ გამარჯვებულ გუნდებს? სხვადასხვა სეზონში იცით ხო, წელიწადში 2 სეზონი ტარდება, ახლა გაზაფხულის დავთავრდა. ტრადიციულად ბუნებრივია წიგნები, მედლები გადავეცით, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს, სადაც წერია შესაბამისი ინფორმაცია. მოდით მე არ დავასახელებ, ვინმე გამორჩება, მე გეტყვით უბრალოდ რა გადაეცა. გადაეცა ფულადი თანხაც, არც ისე დიდი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. პირველ 3 ადგილზე გასულ გუნდს პლუს ჟიურის და პლუს სარედაქციო კომისიას უწევს ექსკურსია და ეს ყოველთვის სასიამოვნოა. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ამას ბუნებრივია გამოცდების შემდეგ, სადმე წავალთ აუცილებლად. კიდევ რაღაც პატარა კიდევ იყო პატარა სურპრიზები, მაისურები, თოჯინები და მოკლედ წელს არ აუშავდა, თუმცა ბუნებრივია ჩვენთვის პრიზები არ არის თავარი. რა თქმა უნდა, რა უნარებს ანვითარებს ეს თამაში? ფოტოებს მე რო გაჩვენებთ, ჩვენ ყოველ თამაშში შევდებთ ფოტოებს და თქვენ დაინახავთ სტუდენტებს წიგნებით ხელში და ეს ბუნებრივია არ არის მხოლოდ სადემონსტრაციოდ მე დავდივარ წიგნით, არა. როცა შეამჩნევი რომ ბევრი შეკითხვა მოდის თქვა პოლიტიკური ისტორიიდან, რამდენიმე სტუდენტმა მითხრა რომ თქვენ გვაიძულიეთ რომ წავიკითხოთ ჩეჩელის მოგონებები ან ნაპოლეონის ბიოგრაფია. ერთმა გუნდმა მისი წარმომადგენელი აქციის ხათაშორის მითხრა რომ ჩვენ დაგვაწყებინეთ ქართული ფილმების ყურება, იმიტომ ქართული ფილმებიდან მოდის ბევრი იცით, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, ბევრი რამ დამოკიდებულია ინფორმაციაზე და შენ ბევრი ინფორმაციას უნდა ფლობდე, ხო, რომ უპასუხო შეკითხვა, მაგრამ ჩვენ აქ ვცდილობთ უფრო ვიმუშაოთ ლოგიკაზე, რომ რაღაც მინიმალური ცოდნის საფუძველზე შენ შეძლო ლოგიკურად მიხვიდე სწორ პასუხამდე. და ამ უნარებს და თან სისხარტე. მე მაგალითად როცა ვეთამაშები ახალგაზრდებს Brain Rigs, მე ყოველთვის ვაგებ.
არდა მაგ პრეტენზია რო არ ვარ, ხო? ურიგო მოთამაშე, რატომ მასწრებენ? მოფიქრებაში მასწრებენ. აი ესეც მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, ხო? რამდენად დიდია მოსწავლეთა ჩართულობა? ნუ, მარტივად რო თქვა, დარბაზი ვერ იტევს. ამიტომ ჩვენ თხოვეთ ადმინისტრაციას, რომ ნუ თქვენ იცით ჩვენ გვაქვს სპორტ დარბაზი, რომელიც დროებით, ნუ თქვათ იქ სპორტული ის არის, სპორტ სკოლა გთხოვა და მივაქირავეთ, იმიტომ რომ იქ სანამ ახალი სპორტ სკოლა შენდებოდა, მაგრამ ნუ აშკარად ვერ ვეტევით, ჩვენ გვჭირდება ყოველთვის ხელახლა შეტანა 150 სკამის დაახლოებით, მე ისევ გატანა ვერავითარი კონდიციონერი ვერ უძლებს, როცა 60 გუნდი ერთად თამაშობს, ხო? ამიტომ, ნუ რაღაც პირობები დავკვირდე, რომ შეიძლება სექტემბრიდან სიტუაცია გამოსწორდეს და ჩვენ დიდ დარბაზში, გაშლში ნორმალურად ვითამაშოთ. აი ეს არის, მე მგონი პრობლემები მკითხეთ, ხო თქვენ? კი ბატონო. ხო, აი ეს არის მთავარი პრობლემა. ჩართულობა. ყოველ წელს ჩვენ უფრო და უფრო მეტი გუნდს ღებულობთ ამ კლუბში. ანუ ჩართულობა დიდია, ყველა ვერ უძლებს ამ მარათონს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ნუ როცა ხდება რომ სხვა დონია თამაშების ამტოვებს, მაგრამ წელს რაღაც საინტერესო მომენტი გახდა. არის გუნდი, რომელსაც თქვა, რა 200-ზე მეტი აქვს ხულა და არის გუნდი, რომელსაც აქვს მხოლოდ 20. მაგრამ ის მაინც ბოლომდე თამაშობდა და მე ამას ძალიან ვაფასებ, თუმცა უნდა გავიაზრო რა განაპირობებს იმას, რომ იმიტომ რომ ეს მარტო თამაში არ არის, ეს არის ადამიანები ხდებიან ერთმანეთს, ადამიანები მეგობრებიან და ჩვენ სულ ვცდილობთ რაღაც პერფორმანსული მომენტები შევიტანოთ თამაში, ხშირად გავიღიმოთ, მოკლედ. დიდი მადლობა. ბოლო კითხვას დაგისვამთ. აი რას ურჩევთ იმ სტუდენტებს, ვისაც ჯერ არ უთამაშიათ ესეთი საინტერესო თამაში? არა, მე ურჩევ რომ ყველამ სცადოს თავისი თავი ამ თამაში. ნუ სცადოს მაინც, ხო? არ წავა, არ გამოვა, თქვა, არ დაინტერესდება, აქ ძალით არავინ არ გაიძულებს, ხო, რამის გაკეთებას, მაგრამ მე მგონი აი თბილისშიც პოპულარული ეს თამაში, ქუთაისშიც პოპულარულია, ბათუმის პოპულარული და ბათუმის ჩვენი აი მე რო ალბომებს ვძებ, მე თბილისიდან მიკავშირდება, სხვათა შორის ჩვენ გვიკავშირდება წამყვანი მოთამაშეები თბილისიდან, გვიგზავნიან ვიდეო შეკითხვებს, ცნობილი შოუ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ანუ ჩვენი თამაში უკვე გახდა, მას აქვს უკვე თავისი ხელწერა და უკვე მთელ საქართველოში იციან, რომ ბათუმში რაღაც საინტერესო კეთება ამ მხრივ და ნუ ყველას შეგიძლიათ მომბრძანდეთ და მიიღოთ, მათ შორის აჭარის ტელევიზიის გუნდსაც შეუძლია მოვიდეს და ლეგიონერებს შორის ითამაშოს. მე ვიცი, რომ თქვენ ამის პოტენცია და ინტელექტუალური რესურსები გაგაჩნიათ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ სტუდენტებთან ერთად. ახლა კი მე მინდა უშუალოდ მონაწილეებთან გადავინაცვლო. რა გამოცდილება მოგიტანათ ამ თამაშმა? ნუ პირველ რიგში რაც ჩემ თავში შემამჩნია, ეგაა რომ უფრო აზროვნების უნარი უფრო გამეძლიერდა, უფრო ჩქარა, უფრო დავით უკეთესად, უფრო განვითარებულად, არ ვიცი მეტი როგორ შეიძლება ახსნა უბრალოდ და ერთი ანუ განათლების ძალიან კარგი საშუალებაა რომ მიიღო განათლება ისე რომ აი მაგალითად ვისაც კითხვა არ უყვარს შეუძლია განათლება მიიღოს ასეთი სფეროსგან სადაც უბრალოდ ისმენ და პასუხობ. ეს არის და ეს ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა. რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ამ თამაშში? მოგესალმებით პირველ რიგში. ყველაზე რთული ამ თამაშში იყო ალბათ სწორი პასუხის შერჩევა შესაბამის დროს, იმიტომ რომ თამაშის პროცესში ხდება ისე რომ ბევრი ვერსია და ბევრი სხვადასხვა პასუხის ვარიანტია და ხდება ისე რომ ყველა პასუხი თითქოს შეესაბამება იმ კონკრეტულ კითხვას, მაგრამ ყველაზე რთული არის სწორი პასუხის შერჩევა თამაშის. დიდი მადლობა. როგორი არის გუნდის მომზადების პროცესი? რაზე კეთდება მთავარი აქცენტები? ზოგადად აქცენტს ვაკეთებთ იმაზე თუ კონკრეტულად ჩვენ გუნდს რა მინუსები აქვს და კონკრეტულად რომელ სფეროში მოიგოჭრებს ჩვენი გუნდის წევრები. შესაბამისად ასევე ვთამაშობთ სხვა პაკეტებს, რომელიც გვეხმარება უფრო დაუხვეწოთ მაგალითად ჩვენი კითხვაში პასუხის ამოცნობის, მთავარი ფილტრის გამოცნობის ის მომენტი, რომ მივხვდეთ უფრო მარტივად როგორ გავიდეთ პასუხზე და უფრო მარტივად როგორ შევცნოთ შაბლონების ამოცნობა. რამდენად დიდ როლს თამაშობს გუნდურობა ამ პროცესში? შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, თუ კი გუნდს გააჩნია ერთად შეკრული აზროვნების სტილი, შეუძლია გაიმარჯვოს კიდეც ამ მთელ ტურნირში, რადგანაც ძალიან დიდია დროის წნეხი და ამ დროის წნეხის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ გუნდურობითაა შესაძლებელი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნარები გამოიმუშავეთ ამ პროცესში? ინფორმაციის გახსენების ალბათ ყველაზე მეტად და გუნდური მსჯელობის.
გარდა ამისა, უნარების გარდა ეს ქმნის ხელოვნურ მოტივაციას, რათა გაიღრმავო ცოდნა, რომელიც დაგჭირდება მოსაგებად. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს მაინტერესებს რა რჩევას გაუზიარებდით სხვა სტუდენტებს? პირველ რიგში თამაში, რომელიც ავითარებს სწრაფ, კრიტიკულ, გუნდურ, ლოგიკურ და ინტელექტუალურ აზროვნებას, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რომელიც სერიოზულ, იმ ცხოვრების ეტაპზე შეიძლება დაიწყო, როდესაც უკვე უნივერსიტეტის და უფრო ცხოვრებისთვის შესაძლებელი ეტაპზე იყენებ. ამიტომ ერთ-ერთი კარგი გამოცდილება, იმიტომ რომ ცხოვრების ბოლომდე ეს აზროვნება, ეს უნარები, რასაც იმუშავებ, ყველა სფერო, აბსოლუტურად არა მარტო თამაში, აბსოლუტურად ყველა სფეროში გაყვება და მე ვურჩევ ყველა სტუდენტს, რომელიც ახლა გვიყურებს და რომელიც ნახავს ამას, რომ დაიწყონ თამაში რასაც ძალიან დიდი მადლობა. ამ სასიამოვნო ინფორმაციით მე მინდა დავამშვიდობო ჩვენს მაყურებელს და ბედნიერი პოზიტიური დღევასურვა ყველას. დიდი მადლობა ქეთას. წარმატებები რასადროდის გუნდს. და მადლობა რომ ასეთ საინტერესო პროექტს ახორციელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბატონი გიორგი მასალკინი. საინტერესო თემაზე ვაგრძელებთ საუბარს, ყურადსაღებია და განსაკუთრებით ალბათ მშობლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი ამ თემის მოსმენა და ყანში ჩვენ წარვადგენთ სტუმარს, ამიტომ გვისმინეთ ყურადღებით. აბა გიო. ესე იგი, ყოველთვის, როდესაც ჯანსაღ წესებს საუბრობთ, ეს ჯანსაღი წესის ცხოვრება არ მოდის ხოლმე რაღაც უცებ და ადამიანის სპონტანურად. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები გვიანი ასაკიდან იწყებენ ჯანსაღი წესით ცხოვრებას, მათ უჭირთ ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არ არიან შემთხვეულები და რაღაცა დოზით მათთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, ჩადგნენ იმ ფორმაში, ადგენენ დილით ადრე, იკვებონ სწორად, რეჟიმში ჩასვან თავიანთი ცხოვრება და რაღაცნაირად მოახერხონ რუტინა, გახადონ ყოველდღიურობად. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ადამიანები შეეჩვიონ ჯანსაღი ცხოვრებით წესით ცხოვრებას უკვე ოჯახებში, თუ ეს ვერ ხერხდება გარკვეული მიზეზების გამო, აუცილებლად სკოლამ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მომავალ თაობაზე და მათ შესთავაზონ ჯანსაღი ცხოვრება. წესი, რომელიც იქნება სტანდარტი ყველასათვის და ჩვენ აუცილებლად გავსრდით მომავალ თაობებს, რომლებიც იქნებიან ჯანსაღები და მათ არ შეექმნებათ ისეთი პრობლემები, რომლებსაც აწყდება ხოლმე უფროსი თაობა, ხო? აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენს ყოველდღიურობაში. ვისაუბრებთ გულო აბაშიძესთან ერთად, რომელიც ოჯახის ექიმი გახლავთ, რომელიც მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით, რათა დანერგოს მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და არა მარტო მომავალ თაობაში. მადლობა ქალბატონო გულო, რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად საუბრობთ ისეთ თემაზე, როგორც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ძალიან ხშირად გვესმის ხომ ეს ფრაზა, ეს ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესით და თითქოს უკვე ცოტათი გაცვეთილ ფრაზადაც იქცა. რას გულისხმობს რეალურად ცხოვრების ასეთი წესი, რა კომპონენტებს, იმიტომ მგონია რომ ყველას ინდივიდუალურად ესმის და საბოლოო ჯამში მისი დეფინიცია როგორია, გაგვიმატებთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ეს მართლაც არის ესეთი გამოწვევა დღეს განსაკუთრებით დღევანდელ 21 საუკუნეში, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევები ახლავს ჯანსაღ ცხოვრებასთან მიმართებაში. აბსოლუტურად სწორად ძანეთ, ეს არის ფრაზა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოდის. ჩვენ 90-იანი წლებშიც კი საბჭოური მედიცინის დროს ვიცოდეთ ჯანსაღი ცხოვრება რა იყო, მაგრამ იმ შემთხვევაში განიხილებოდა მხოლოდ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. თითქოს ფიზიკური აქტივობა იმ დროისათვის ყოველდღიური რუტინაც კი ითვლებოდა. მაშინ ფიზკულტურა საგანი დატვირთული გახდათ ისეთი გამაჯანსაღებელი ვარჯიშებით და აქტივობებით, რომელიც თავისთავად ითვლებოდა როგორც ფიზიკური გაჯანსაღების მეთოდიკა, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში გაჩნდა ისეთი საჭიროებები, რომელმაც მოითხოვა განსაკუთრებით თითოეული მათგანის ცალკე განხილვა იმისათვის, რომ მოზარდებში ცნობიერება გავზარდოთ მათი კეთილდღეობისთვის. არა მარტო მათთვის, სახელმწიფოსთვისაც, ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოს უკან დგას ჯანსაღი მომავალი თაობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ზოგადად პირველადი ჯანდაცვა ეს არის ის სფერო, სადაც ოფიციალური ვალდებულება არის პრევენციისა. პრევენცია კონკრეტულად ოჯახის ექიმი გახლავთ ის ექიმი, რომელიც აერთიანებს ზოგადად სკოლას, მშობელს და სახელმწიფოს იმისათვის, რომ შეიქმნას ძლიერი და სტრუქტურირებული და ასევე ჯანსაღი მომავალი თაობა ყავდეს ზოგადად ქვეყანას. ამიტომ ჩვენი
კონფერენციის მიზანი სწორედ გახდათ ეს. კონტენტი იყო თვითონ ძალიან საინტერესო კონფერენციის, რომელიც ჩატარდა უშუალოდ. აქ საუბარი ეხებოდა იმას, რომ დავიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების ყველა ასპექტი, ასევე შემოვიდა სხვადასხვა სპეციალისტები, დარგის სპეციალისტები მედიცინის მხრიდან, რომლებმაც წარმოადგენს ის თემები, სადაც განიხილა არაჯანსაღი ცხოვრების პირობებში როგორი დაავადებები შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ იყო ძალიან საინტერესო. საინტერესოა სკოლების წარმომადგენლები თუ ესწრებოდნენ კონფერენციას, იმიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგლამენტი, გაიდლაინი თითოეულმა სკოლამ გააცნობიეროს, იგივე ფიზკულტურის გაკვეთილი ვახსენეთ, რომელსაც იყო რაღაცა პერიოდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და დრო არ ეთმობოდა და ის იყო უბრალოდ რაღაცა თამაშის პერიოდი ბავშვებისთვის, მაშინ როცა ფიზიკური აქტივობით და დაკავებული იყვნენ. საინტერესო ამ გამოწვევებზე გვესაუბროთ, როგორია მიდგომები, აი თქვენი დაკვირვებით, დიახ, მათი ხედვა როგორია და იყო თუ არა წამოწეული წინა ფლანგზე სწორედ ეს პრობლემები. დიახ, იყო. აი საიდან გაჩნდა იდეა, მოდით აქედან დავიწყებ. 2018 წელს მე მიწვეული გახდით ბათუმის ნომერ 2 საჯარო სკოლაში, ქალბატონი მარიზა აბაშიძე გახლავთ დირექტორი, სადაც როგორც მშობელი მიმიწვიეს, რომ წამიკითხა თემა. ძალიან სპონტანურად, მოლოდინად წავიკითხე თემა ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება სკოლებში. საოცარი რეზონანსი მოყვა. მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უფრო მეტი ასპექტები განეხილა ამასთან დაკავშირებით და შემეწყო ხელი, როგორც პირველად ჯანდაცვის ექიმს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე გავაერთიანო მშობელი, სკოლა და ჯანდაცვა ერთ სიცივ. აი, იცით როგორ არის ჩვენი კონფერენცია წარიმართა ისე, რომ აქამდე თუ განათლება და ჯანდაცვა სხვადასხვა სისტემა, ну, სხვადასხვა ორი სხვადასხვა ცნება იყო, თქოს გავაერთიანეთ და ერთ სივრცეში წარმოვსახეთ აი გუშინდელი კონფერენციით. ამიტომ აქ იყვნენ მშობლებიც, ბავშვებიც, სკოლის პედაგოგებიც გახდათ, ასევე ჯანდაცვის წარმომადგენლები. უცხოელები იყვნენ მოწვეული? არა, უცხოელები არა. შესაბამისად აქ იყო ძირითადად იმ იდეის გაჟღერება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის და განათლების სფეროს საერთო ინტერესი გახლავთ. რა საკვებს თავაზობენ სკოლები ბავშვებს? საინტერესო. იცით რა, ჩვენთან დანერგილი არ არის ზოგადად ამ მიმართულებით, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ჯანსაღი კვება უკვე ინტეგრირებული გახლავთ, მაგრამ ჩვენი მიზანი ავამახლო ცნობიერება ბავშვებთან მიმართება, ბავშვების ჯანსაღი კვებისადმი გახლავთ ის, რომ მათ აუცილებლად უნდა გააცნობიერონ სრულფასოვანი კვების მნიშვნელობა მათი ჯანმრთელობისთვის. აი მაგალითად, რა ტიპის საკვები უნდა მიიღონ, რომ სრულფასოვანი იყოს და რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი. თუნდაც რა თქმა უნდა, ხილი, ბოსტნეული ასევე პრიორიტეტი მიენიჭა ჰიგიენის დაცვას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გარემო ფაქტორების ზეგავლენა ძალიან იმატა ზოგადად ჯანმრთელობის დამაზიანებელ ქმედებებთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად გარეცხილი ხილი, სუფთა წყალი და სანიტარია, ხელის ხშირი ჰიგიენის დალა. ეს არის არა მხოლოდ ალერგიებმა, ზოგადად აღმოჩნდა, რომ მაგალითად მძიმე მეტალებით მოწამვლის საფრთხე, რომელიც საქართველოში მომატებული გახლავთ. აქ უსუფთავო ხელით და დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად არის დიდი ალბათობა, რომ მოხდეს მძიმე მეტალებით მოწამვლის საფრთხე. ამიტომ ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი იმასთან. მძიმე მეტალები ასევე ჰაერსაც ხო უკავშირდება. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი თემაა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი თემა. აი, გარემო ფაქტორების გავლენა ჯანმრთელობაზე არის საკმაოდ ამოუწურავი თემა და ჩვენ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ აქ უკვე ეკოლოგების ჩართულობაც ჭირდება. ეკოლოგების კი, მე მაქვს საუბარი უშუალოდ ჩვენ როგორც ექიმებმა და სკოლებმა როგორ გავაკეთოთ. ეს უნდა მოვახდინოთ ცნობიერების სამაღლება ბავშვებში, მაქსიმალურად ჰიგიენის დაცვა და მშობლებში. რა თქმა უნდა. ჩვენი გადაცემაც პრინციპში ამას ემსახურება. აი იცით რა, მე მსმენია, რომ თითქოს და ადამიანები ბავშვები მერვე კლასიდან მოვიხმართ ამბაქოს და აგერ უკვე 95 წლის ვარ, ხო? მსგავსი მიდგომები რამდენად ხელს უწყობს ჩვენი საერთო საქმის კეთებას, რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესი. ხელს უშლის. ხელს უშლის ალბათ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, იცით რა. არ კარგავს აქტუალობას თამბაქო
არც სასუნთქიზების დაავადებების მიმართ ხელშემწყობ ძლიერ ფაქტორად და არც გულსისხლთა დაავადებების მიმართ. იცით რა, აუცილებლად საჭიროა მოზარდებში ცნობიერება ავამაღლოთ ამასთან დაკავშირებითაც, რომ ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ თამბაქოს, ნარკოტიკის და სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ ექსტაზების და ისეთი ნივთიერებების საწინააღმდეგო ნარკოტიკებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა საწინააღმდეგო პროპაგანდა. ეს გახლავთ აუცილებელი ფაქტორი და თამბაქო შედარებით იმ პრობლემასთან როგორც ნარკოტიკი ამ სუბუქია, მაგრამ რეიტინგი არ დაუკარგავს იმ პრობლემასთან მიმართებაში, რომ ის აუცილებლად არის დამაზიანებელი, როგორც სასუნთქი სისტემის დაავადებების მხრივ, ასევე მათ შორის კიბოს გამოწვევის რისკისთვის და ასევე გულსისხლთა დაავადებების თვალსაზრისით. აი, ქალბატონ გულო, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ბუნებრივია ჯანსაღი ცხოვრება არ მხოლოდ ფიზიკურად კარგად ყოფნას გულისხმობს, ასევე შინაგანად, მით უმეტეს, როცა პუბერტატის ასაკზე ვსაუბრობთ, როცა თავს იჩენს გარტეხის ასაკის დეპრესია. საინტერესო ამ მიმართულებით თუ იყო მსჯელობა იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს სურვილი ფიზიკური აქტივობის სწორად ყვების, შინაგანი განწყობა შესაბამისი უნდა ჰქონდეს. რას აკეთებენ სკოლები იმისთვის, რომ ბავშვი იყოს სულიერად ჯანსაღად? სწორედ ამაზე იყო საუბარი, დავიწყოთ განათლების სისტემისა და ჯანდაცვის სისტემასთან კორელაციაში ის მიდგომა, რომ როგორმე დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და მათ შორის გააქტიურება ფიზიკური აქტივობის. ეს გახლავთ აუცილებელი. მით უმეტეს მე მინდა ხაზი გაუსვა ინტერნეტ დამოკიდებულების საფრთხე, რომელმაც გამოიწვია ის პრობლემა, რომ ადინამიური ცხოვრება და ფიზიკური ინაქტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ მნიშვნელოვანი გახლავთ გამწვავა ის დეპრესიები, ჩაკეტილობა, გაუცხოვება სოციუმის გამშობლებისგან. მინიმუმ თვალების პრობლემა, ხო? როგორც მინიმუმ. დიახ, ინტელექტუალური ჩამორჩენა, კოგნიტური ფუნქციების მოშლა, ფსიქოემოციური განწყობა, ძილის მოშლა, ეს ყველაფერი გახლავთ. ეს დიახ, რა თქმა უნდა, ეს ქალბატონ გულო, ჩვენ ცოტათი დროში შეზღუდულები ვართ, საუბრობთ ჯანსაღ ცხოვრების წესზე და უნდა დავასრულოთ, თუმცა მაყურებელს ალბათ უეჭველად ექნება განცდა, მოდით გვითხრას სპეციალისტმა, რა არის ერთი დღის ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრება. მოდით დავიწყოთ რეკომენდაციით და ამით დავასრულოთ. ერთი დღე როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით? დიახ, ერთი დღე ჯანსაღი ცხოვრება, ეს მოზარდებს ზოგადი რეკომენდაცია, ზოგადი ოქროს წესი. აუცილებლად კვებასთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის უმძიმესი პრობლემა. მოდით გაღვიძებიდან დავიწყოთ. გავიღვიძეთ პირადი ჰიგიენა, აუცილებლად საუზმე, რომელიც გამოკითხულთა 90%-ში გამოტოვებული გახლავთ. საუზმე აუცილებლად, კვების სამჯერადი კვება, აუცილებლად კვების რაციონში ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები, დეჰიდრატაცია, არაგაზიანი სასმელებით, ეს არის აუცილებელი. მინერალურიც შედის? მინერალურიც ნაწილობრივ შედის, რა თქმა უნდა. იმიტომ გაზიანია. მინერალურიც შედის, როგორც ჩვენ დეჰიდრატაციაში ვერ შევიყვანთ ყოველდღიურობაში მინერალურს, მაგრამ არ არის არაჯანსაღი, ამიტომ ამას ცოტა თემა, რა თქმა უნდა, და აუცილებლად ხშირი ფეხით სეირნობა და ხშირი ფეხით სიარული. აი, ძილს რაც შეეხება, რამდენი ხანი უნდა ეძინოს ადამიანს? აუცილებლად სრულფასოვანი ძილისთვის ნებისმიერი. ძილი ყველას პრობლემაა დღეს ნაკლები ძინავს. მინიმუმ 8 საათი ძილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის გახლავთ აუცილებელი. აი ესეთი ოქროს წესი ქალბატონი გულო აბაშიძის. ერთადერთად გვიხარია რომ ეს ინერგება სკოლებში ეს მიდგომა და ბუნებრივია უკვე ცნობილია. ხოლმე ერთ რამეს ვიტყვი, მინდა რომ მადლობა გადავუხადო ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვიწყო ხელი და ესეთი საინტერესო კონფერენცია ჩატარდა. ასე მადლობა ბატონ სოლომონ ფუტკარაძეს, ბატონ ილონა კაშიძეს, ეს გახდათ ორგანიზატორები, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. უღმესი მადლობა ქალბატონო შორინა საინტერესო საუბრისთვის გამშვიდობებთ. $1925 წლის 22 ივნისს დაიბადა უდიდესი ქართველი კინოდრამატურგი, ღირსების ორდენის კავალერი, ჩვენი საამაყო თანაქალაქელი სულიკო ჟღენტი. ბატონის სულიკო სცენარების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ძველ თაობაზე, ახლაც ძალიან აქტუალურია ეს ფილმები, იმიტომ რომ მარადიულ მრწამს ატარებს და უფრო ვცვლად რაში გამოიხატება ბატონის სულიკოს შემოქმედების მარადიულობა, ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად ქალბატონი შორინა მახაჭაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი შემოგვიერთდა. აბრძანდით.
ხალბატონო შორედა, სულიკო ჟღენტის 100 წლის იუბილე, ეს არის ლაიტმოტივი ჩვენი საუბრის და მისი შემოქმედების სუბსტანცია. რაც ძალიან ვრცელი თემაა, თუმცა უნდა შევეცადოთ და 15 მხოლოდ 15 წუთში ჩავეცადოთ. მოწვევისათვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ აი ბატონ სულიკო ჟღენტზე მიწერს საუბარი და აი აგერ სიკეთით სავსე სახეს ხედავთ. აი ეს არის მთავარი სულიკო ჟღენტის შემოქმედებაში. აი ამას ქვია ჰუმანიზმის ხელოვნება, ჩემო კარგებო, რომელიც დღეს ამ ნიჰილიზმისა და პირდაპირ თქვათ ეგოიზმის, რომელიც ინდივიდუალური და სახელმწიფოებრივ დონეზე არის უკვე აყვანილი და დღეს, როდესაც ლამის მესამე მსოფლიო ომის წინ დგევართ, აი ეს, რასაც ქვია ჯარისკაცის მამა, რასაც ქვია ღიმილის ბიჭები, რასაც ქვია ანტისამხედრო, ანტიმილიტარისტული, ომის საწინააღმდეგო კინოდრამატურგია და შემდეგ გადასული კინოფილმებში, აი ეს უაღრესად აქტუალურია, გეთანხმებით, იმიტომ რომ არ შეიძლება ახალგაზრდებში ზოგიერთი ჟივილხივილი თქდება, კაცო, ამ ომის დაწყებას მე გაოცებული ვარ ამ სოციალური ქსელებში, რომ ვუყურებ ეტყობა, ან ომი არ უნახიათ, ან გონიათ, მარტო ჩვენ დავიხოცებით და ისინი გადარჩებიან. აი ომის ნახვა ახსენეთ და ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ, ომი ნანახი ქონდა თავისი თვალებით ბატონ სულიკოს. 16 წლისა წავიდა, ეხლავე გეტყვით, 16 წლისა წავიდა ომის რომანტიკით გაბრუებული გულუბრყვილო ახალგაზრდა, სხვა შორის საზღვაო სადესანტო ძალებში მსახურობდა და ეს ომი არ იყო, ეს ომის ომი იყო, რომელიც მოგანატრებდა ნეტა ჩვეულებრივ ომში მომყოფაო. ეს იყო ჯოჯოხეთი და ისწორეთ უბრალო ქართველი გლეხკაცის თვალით დანახული ომის საშინელება, აი ეს სიბინძურე, აი ეს ტრაგედია, ყველაფერი ეს გადმოსცა და ამიტომაც დღესაც აქტუალურია, ჩემო კარგებო, ამ სიტყვას ბევრჯერ გავიმეორებ და რატომ იცით? სულიკო ჟღენტი ჩვეულებრივი კინოდრამატურგი არ გახლავთ. ეს არის გენიალური კინოდრამატურგი. ჩვენ სამწუხაროდ საკუთარის დანახვა ხანდახან გვიჭირსა და საკუთარზე თქმა რომ ეს უდიდესი დრამატურგია. აი რომელი გეგულებათ მსოფლიო, მე სხვა შორის ლიტერატურის შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული კინო გახლავთ. მართლა უამრავი ფილმი, განსაკუთრებით კლასიკა, აი ჩემ დროს ძალიან ბევრი კარგი ფილმი შემოდიოდა, მინახავს და მინდა გითხრათ, ბევრი შთაბეჭდილება, ემოცია, მაგრამ ისეთი თანაგანცდა, როგორიც მქონდა, ვთქვათ, იგივე ჯარისკაცის მამის ნახვაზე და კიდე ერთი რამ მინდა იცით გითხრათ, შედევრებს რა თვისება გააჩნიათ. ეს გახლავთ ის, რომ შედევრს დოჩანაშვილი კი ამბობს, პირველად ნახვის ბედნიერება რო დაგბურთგლავსო, მაგრამ პირველად ნახავ თუ მეათეთ რაღაც ახალს აღმოაჩენ. ეს საოცარი გახლავთ. ესაც დიახაც საკულტო ფილმი გახლავთ. ეს ის ფილმებია, რომლებზეც უნდა ისწავლონ ჰუმანიზმი, უნდა კაცობრიობამ უნდა ისწავლოს და სხვათა შორის თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ მე-20 საუკუნეში ქართულმა ფილმმა წვერვალებს მიაღწია, ამაში ლომის წილი ჩვენი იუბილარისაც გახლავთ ჩემო ბატონო სულიკო ჟღენტისა. გითხოთ როგორც პროფესორს, როგორც ლექტორს, რომელსაც ახალ თაობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს, ახალი თაობა რამდენად იცნობს მის შემოქმედებას და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტად ინფორმირებულნი იყვნენ ჩვენი კინოს ღირსეული წარსული შესახებ. ესეთ რა არის, აი ძალიან რთული კითხვა დამისვით, იმიტომ რომ მე თვითონ 6 შვილიშვილი მყავს, აქედან 4 ჟღენტია სხვა შორის. მინდა გითხრათ, დიახ, 2 ბიჭი, 2 გოგო, აი სულიკო ჟღენტივი ჯიშიანები გახლავთ. ძალიან ნიჭიერებიც, ასე რომ ნიჭიერი გვარია. მადლობა და რა მინდა იცით გითხრათ? ძალიან უჭირთ ამ ფილმების აღქმა და გაგება. ისევე როგორც წიგნის
აი პირდაპირ მეც კი ახლა სახლის შვილიშვილებიც მყავს ორი ბიჭი, აი მიწევს იძულებითი ვაღიარებ წესით, რომ ეს ქართული ფილმები ვაჩვენო. და რისი ბრალია ეს? იმისი ბრალი გახლავთ, რასაც ჩვენ დღეს ამ ვირტუალურ საუბრობდა ეგერ ქალბატონი, ვირტუალურ მიჯაჭვულობას ვეძახით, ხო? დაიწყეს ამ აგრესიული ომი, უბედურება და მე მგონი ამ პოლიტიკოსებსაც ეს ომი თამაში გონია. თუმცა მე იმედს არ ვკარგავ, იმიტომ რომ დრომოვა და გაიგებდა, აუცილებლად. იმედს ნამდვილად არ ვკარგავთ, იცით რატო არ ვკარგავთ? იმ ფესვები რო აქვს დღეს სულიკო ჟღენს დაწერილი, რომელიც ასევე აქტუალურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია ფესვებს მოწყვეტილი. და ეს რაც ნიშნავს, რამდენი ახალგაზრდა უკვე საკუთარი მშობლიური გარემოდან გაუცხოებული ჩემო კარგებო, სხვა შორის იმ ფესვების გმირით გიორგიძე მამაზე ამბობს, მამა ჩემია ქართველიო, მე კი არ ვარ ქართველიო და აი გახსოვთ რა საოცარი სცენები არის იქა, როდესაც ეს გიორგი შვილიშვილს რო ხდება რომ უკვე კარგავს გენს, კარგავს ჯიშს, კარგავს იმას, რაც აცოცხლებდა ამდენი წლის მანძილზე ემიგრაციაში და რას აკეთებს შვილიშვილს ასწავლის როგორია ქართველობა და როგორია ქართველობა, ეს არის ქალის პატივისცემა, ბაბუ, ქალს პატივი უნდა სცეო, ეუბნება. ჩვენ არავისგან გვესწავლება რუსთაველის ერს ქალის პატივისცემა, ჩემო მშვენიერო, ხომ ეგრეა? არავის აბსოლუტურად ესწავლება და ასწავლის კიდე ერთი მომენტი მომწონს. აი თქვენ ფილმებს თუ უყურებენო და ბიჭოს, სუფრაზე ჯდომის წესიც აღარ ვიცით, თამადობას ასწავლის და რას ეუბნება, როგორი უნდა იყოს თამადა, ჭევრმეტყველი, დარბაისელი, ენა მოსწრებული, ჩემო ბატონო, და მხიარული. აი ეს ყველაფერი ქართველობის ანაბანაც არის. ზოგს გონი აუზივართ ახლა ქართული სუფრა და მიდის ყველაფერ ქართულის პროფანაცია, ჩემო ბატონო. როგორ შეიძლება იმიტომ აღარ მოსწონ თამადობა, რომ თამადობას მჭევრმეტყველება სჭირდება, განათლება სჭირდება, იუმორი სჭირდება, ხო ეგრეა. ქალბატონო შორენა, თქვენ ომები ახსენეთ და აი ამ ბრუტალური კაცობრიობის ეგოიზმის ფონზე. რამდენად მნიშვნელოვანია ჯარისკაცის მამა, მსგავსი საკულტო ფილმების მნიშვნელობა. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შექმნან უკეთესი მსოფლიო, თუმცა მაინც არაფერია ახალი მზის ქვესეთში. ნამდვილად. სამწუხაროდ, იცით რატომ? იმიტომ რომ ეს არის მარადკაცობრიული. რატომ არის ჯარისკაცის მამა თქვენ თვითონ ბრძანეთ, არა საკულტო? იმიტომ რომ ის მარტო ქართველი კლახელი გლეხი არ გახლავთ, ჩემო კარგო. ნაციონალური, ეროვნული, ინტერნაციონალურად აქცია. ეს ჩემი სიტყვები არ გახლავთ, გენიალური სერგო ზაქარიაძის სიტყვები გახლავთ. კახელი გლეხი, რომელიც და როგორ აქცია. ერთია რას ამბობ ხელოვნებაში და დამეთანხმებით თქვენ სამსფეროს წარმომადგენლები ბრძანებითა და მეორეა როგორ ამბობ. აი ამ ენაზეც ვისაუბროთ ქალბატონი შორენა. ეს იყო ენა, რომელიც გაჯერებულია ტრაგიზმით და ამავე დროს სილაღეცთან ახლავს. აი ამაზე ვისაუბროთ. მიხარია ასეთი ჟურნალისტი რომ შემხდით და რატომ? არც რა მიშველა ტირილმა, არც აცრემლების დენამა, მიშველა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. ქართული მწერლობა გაჯერებული ამით. როგორ მოვიდოდით, ჩემო კარგებო, დღემდე ჩვენ რომ ეს ხალისიანი ლაღი ბუნება არ გქონოდა, 9 ლახვარი რომ დამარტყან 9 ჯერ გულში, ტრის ჯინაზე 9 ჯერ მწარედ გავიცინებ. რატომ? იმიტომ რომ სულ ომში, სულ უბედურებაში, სულ მტრების გარემოცვაში ვიყავით და აი ამ ლაღით, ხასიათით, აი ამ იუმორით გადაგქონდა.
ტრაგიზმი და თითქოს შეუთავსებელია, ხო? აი ეს სიცილი, აი ეს ღიმილი, აი ეს იუმორი და ეს მხოლოდ რა თქმა უნდა სრული კოჟღანტის დამსახურება არ არის, მაგრამ მისი დამსახურება რა არის, იცით? იმ 15 საუკუნოვან ტრადიციაზე რომ იდგა, რომელიც უძველესი დროიდან მოდიოდა, ჯერ კიდევ შუშანიკის წამებაშიც არის, ხო, ესეთი იუმორისტული მომენტი რო არის, გახსოვთ, კიცე დგა და ვეღარ თქვა სიტყვა, ხო, იმ მღვდელმა და შემდეგ აქეთ დავით კლდიაშვილი გენიალური სხვა შორის დონ კიხოტზე ფილმი გააკეთა და სცენარი და დონ კიხოტზე ფიქრებიც აქვს სული კოჟღანტს და მე წავიკითხე ეს ყველაფერი თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი რა აქვს იცით ანალიტიკური უნარი აზროვნებს საოცრად გარდა იმისა რომ დიდი ხელოვანი თუმცა დიდი ხელოვანი დიდი აზროვნების გარეშე ვერ იქნები მაგრამ ხომ არიან არა ცოტა ისეთი განათლებაში რომ მოიკოჭლებენ თქვა პირდაპირ განსაკუთრებით დღეს სამწუხაროდ აი იმ 15 საუკუნოვან ტრადიციას დავით კლდიაშვილის შემდგომი საზნაურებიდან დაწყებული აი ეს საოცარი ცრემლიანი სიცილი ცალი ხელით რომ ცრემლს მოგურის მეორეთი მოგწმინდავს და გაგაღიმებს ასეთია შემოგევლეთ ნოდარ დუმბაძე ჩემო კარგებო და საოცრად გვანან ეს ხელოვანები ერთმანეთს და ამიტომაც შექმნეს დიდი ნაწარმოებები შეხედეთ აგერ ვას რომ ეფერება და ტანკს გადაუდგება წინ ხო თითქოს დაუჯერებელია ანდა ეგერ ყანაში რო ცეცხლს აკრობს პურის ყანაში ანდა ჭურვები რო ამოთხრის და მიწას ეფერება ხალხო თითქოს დაუჯერებელია ხო მაგრამ ეს არის ფანტასტიკური მიგნება ავტორისა რატომ? იმიტომ რომ ეს ხო გენერალი არ არის. ეს არის კახელი გლეხი, რომლისთვისაც მიწა, ვაზი და აი ეს პურის ხანა არის მშობლიური, არის მისი შვილივითა და სწორედ ამიტომ გვაჯერებს. ეს არის დიდი ადამიანური სიმართლე და რადგან ომზე დავიწყეთ ლაპარაკი, კი გითხარით რომ ამ რომანტიკისგან, ომის რომანტიკისგან განიხიბლა, მე რა მინდა გითხრათ, იცით, ხიმილის ბიჭები, აი წარმოიდგინეთ, ვინც აი მართლა მზრენავს, ღმერთო ყველა ახალგაზრდა კარგად ამყოფე და გვიცოცხლეს, სად ყავს დასაკარგავი შვილები და შეხედეთ, აი რამდენი პირველი სიყვარულიც რო არ ეგემა, ხო გახსოვთ რა? რამდენი კარგი ლექსი, რამდენი სურათი, რამდენი კომპოზიცია მუსიკალური, რამდენი ოცნება, თითეული ადამიანის სამყაროა, ხალხო და ამ სამყაროს გაქრობა ხო მეორეჯერ ვეღარ მოვალთ, მართლა იმ მულტფილმისაც არ იყოს პრასი ხომ არა ხარ და ნიახურიო და აი წარმოგიდგენიათ რა უპასუხისმგებლობა, როდესაც აი ამ საშინელებას და უბედურებას პირდაპირ თქვათ, აბსურდი ომს იწყებ და აი ამის საწინააღმდეგოა ჩვენი დიდი სული კოჟღანტის შემოქმედება და გაფრთხილება იმისა რომ მშვიდობა უნდა დავიცვათ და გაუფრთხილოთ. შეგვიძლია ესეთ ნოტაზე დავასრულოთ ძალიან საინტერესო საუბარი თქვენთან და ბოლო შეკითხვას დაგისმევთ. მოვა თუ არა კაცობრიობის ისტორიაში ისეთი დრო, როდესაც სული კოჟღანტისნაირი ადამიანები, ჯარისკაცის მამისნაირი ადამიანები იმძლავრებენ და შეცვლიან მსოფლიოს. მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლავართ ჩემო ბატონო. ამიტომ მე მჯერა რომ მოვა. ამის გარეშე კაცობრიობა და ერთი მინდა ნერგებიდან გაგახსენოთ. გახსოვთ ამერიკელი რო ესაუბრება, ეს დიალოგი ლუკა ბაბუას და ეუბნება რომ კაცო 15 წლის მერე ეს ხეჭეჭური რომ მოისხამს, თქვენ დარწმუნებული ხართ რომ დედამიწა იქნებაო და ლუკა რას ეუბნება? არავის უკითხავს ადამიანისთვის დედამიწის გაჩენა და არც არავინ კითხავს მის დანგრევასე, ასე რომ აუცილებლად იქნება ჩემო ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებისთვის ხშირად უნდა გავიხსენოთ და ვიამაყოთ ასეთი დიდი ქართველებით 100 წლის იუბილეა ბატონის სულიკოს და ზოგადად სცენარისტის პროფესიას ასეთი რამ ახასიათებს ხშირად ჭდილში რჩება და მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოთ მათი როლი განსაკუთრებით ასეთი დიდი კინოდრამატურგის. უღრმესი მადლობა ქალბატონ შორენას დროა ჩვენს მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ დროებით. ნახვამდის.